დღევანდელი დღიდან ჩვენ ფაქტობრივად გავყვებით ეკლესიაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას, როდესაც სახარება იკითხება აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. იოანეს სახარებით დავიწყოთ. ყველა სახარებაში სამივეში აღწერილია იესოს სწავლებაც, მაგრამ უფრო მეტად მისი ცხოვრება. იოანეს სახარება არის ერთადერთი სახარება, სადაც უფრო მასზე სწავლება და მისი სწავლებაა აღწერილი. ვინ არის ის? ვინსგან გაცდა? როდესაც იოანეს სახარება მთავრდება, მერე იწყება მათე, მარკოზი, ლუკა და მერე ისევ მიდის აღდგომამდე კვლავ იოანეთი იწყება. პირველად ეს გავრცელდა გნოსტიკოსებში და არა და გნოსტიკოსების საწინააღმდეგოდ არის დაწერილი. ამიტომ არის ეს სახარება ძალიან მაღალი. რადგან წინააღმდეგობა იყო უკვე. და როცა წინააღმდეგობა არის, მაშინ ჭეშმარიტება უფრო გამოჩნდება. მე და мама ერთი ვართ. ეს ნიშნავს, რომ мама, ძე და სულიწმინდა ეს არის ერთდროული უდროობაში. ერთ არსია, მაგრამ სამპიროვანი. საწყისობიდან გამომდინარე არის мама, ძე და სულიწმინდა, როგორც მზე, ნათელი და სითბო ერთდროულია. თუ ამას ადამიანი მისვამს, ხო, თვითონ ადამიანი კითხულობს, რატო შემქნა მე? ვეკითხები, კარგია რომ შექმნა? კარგია რომ არსებობ? კარგია რომ აი ყოფნა, კარგია? და კი მეუბნება, კარგია, მოწონს. ამიტომ შექმნა. მოგესალმებით ყველას, ვინც უყურებთ დროების YouTube არხზე გადაცემათა ციკლს მამა დოროთეს ამბიონი, რომელსაც უძღვება თავად არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, განსაკუთრებული მადლობა მას ამ ძალისხმევისთვის. ჩვენ გადაცემათა ამ ციკლით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვეწევით. გამოხმაურებები, გულშემატკივრობა ჩვენი მაყურებლის ამაზე მეტყველებს და მოვილიეთ ვერ ვიტყვით, მაგრამ გადაცემათა ამ ციკლში ჩვენ თითქმის ყველა მნიშვნელოვან დღესასწაულზე, მის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. თუმცა წინ არის კიდევ წყება დღესასწაულებისა, რომელსაც ჩვენ ცალკე გადაცემებს მიუძღვნით და დაუბრუნდებით, თუმცა ამჯერად ვარჩიეთ, რომ უფრო სტრუქტურირებულად განვაგრძოთ გადაცემათა ეს ციკლი. ამით ვპასუხობთ ჩვენი მსმენელებისა და მაყურებლების გარკვეულ თხოვნასა და რეკომენდაციასაც, რომ უფრო მეტი ისწავლონ და მოისმინონ მათ ყველამ ვისწავლოთ და მოვისმინოთ ახალი აღთქმის სწავლებაზე, სახარებას, მარტივად რო ვთქვათ. და დღევანდელი დღიდან ჩვენ ფაქტობრივად გავყვებით ეკლესიაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას, როდესაც სახარება იკითხება აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, იწყება თავიდან და შემდეგ უკვე მიდის ბოლომდე, იკითხება ყველა სახარება, თუმცა თუ რატომ შევარჩიეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იოანეს სახარებით დავიწყოთ, ამაზე თავად მამაო ბრძანებს, სანამ შეუდგებით ამ საქმეს, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ და შეგახსენოთ, თუ კი ვინმე ისეთ შემოგვიერთა, ვისაც არ აქვს გამოწერილი დროების YouTube არხი, ძალიან დაგვეხმარება, როგორც თქვენი გამოწერა, ასევე მოწონება, ასევე გაზიარება, თქვენთვისაც ეს კარგი საქმე იქნება, ჯერ ეს ერთი იმიტომ, რომ ადვილად მიგიწვდებათ ხელით, მიიღებთ შეტყობინებებს ახალ გადაცემებზე, მაგრამ ამასთან ერთად თქვენ ამით ჩვენც დაგვეხმარებით, შესაბამისად დაეხმარებით იმ ადამიანებს, რომელთაც ალგორითმის მეშვეობით ჯერ კიდევ არ მიწვდენია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ასეთი კარგი გადაცემათა და საჭირო ციკლი მამა დოროთეს ამბიონი არსებობს. მამა დოროთე, მას დავიწყოთ და იოანეს სახარება. რატო მაინცა და მაინც იოანეს სახარება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მადლობა მათ, რომ გვისმენენ, მადლობა რომ გვეხმაურებიან, ზოგი პირადშიც, ზოგი კომენტარსაც აკეთებს და ძალიან ვიტყოდი, რომ საკმაოდ ღრმა აზროვნების მქონე მსმენელები გვყავს და ეს ჩვენ გვაძლიერებს, რომ უფრო სიღრმეებში შევიდეთ და ასეთი ყველაზე ღრმა და ყველაზე მაღალი სახარება ეს არის იოანე მოციქულის მიერ აღწერილი იესოს ცხოვრება და უფრო მეტად სწავლება. ანუ
ყველა სახარებაში სამივეში უფრო აღწერილია რა თქმა უნდა იესოს სწავლებაც, მაგრამ უფრო მეტად მისი ცხოვრება აღწერილი. რაც აუცილებელია. და იოანეს სახარება არის ერთადერთი სახარება, სადაც უფრო მასზე სწავლება და მისი სწავლება აღწერილი ცხოვრებასთან ერთად. ამიტომ განსაკუთრებულია. საერთოდ იოანე არის პირველი, რომელსაც უწოდეს ღვთისმეტყველი. ღვთისმეტყველი ეს არის სიტყვა თეოლოგი, თეოლოგოს, ბერძნული სიტყვა. და ეს ლოგოსი, თვითონ სიტყვა ლოგოს ჩვენ სიტყვით გადმოგვაქვს უმეტესწილად. თავდაპირველად იყო სიტყვა, რითაც იწყებს იოანე. ესეც ლოგოსია, მაგრამ ღვთისმეტყველად გადმოიტანეს ქართველებმა, ღვთის სიტყვად კი არა, ღვთისმეტყველებად. ანუ თვითონ ლოგოს აქვს, როგორც ამბობენ, 90 მნიშვნელობა. ძალიან სხვადასხვა მნიშვნელობით. ანუ ლოგოსი ნიშნავს მეტყველებას, პირველ რიგში სიტყვას, მეტყველებას, ცოდნას, შემეცნებას და ძალიან ბევრი აზრით გამოითქმის კონტექსტიდან გამომდინარე, უნდა გაიგო აქ რა იგულისხმება. რატო უწოდეს იოანეს ღვთისმეტყველი? იოანეს სახარება იწყება გენეალოგიით. გენეალოგია არის წარმოშობა. მაგრამ იწყება წარმოშობით არა მიწიერი, არამედ ზეციერი. იესო ქრისტე არის ღმერთი და კაცი. და რა თქმა უნდა, ღმერთზე წარმოშობას ვერ იტყვი. მაგრამ იესო ქრისტე ძე სანამ განკაცდებოდა, მანამდე მის თვისებებზე იწყებს საუბარს. ვინ არის ის? ვინც განკაცდა? ამიტომ ღვთისმეტყველი უფრო სწორი იქნება აი დღევანდელი გაგებით, რომ ვთქვათ იოანე ღვთისმეტყველი კი არა. იოანე ღმერთზე მეტყველი. ღმერთის რაობაზე, ვინაობაზე მეტყველი. ძის რაობაზე მეტყველი. ანუ ყველა წმინდა მამა არის ღვთითმეტყველი, სულიწმინდით მეტყველი. და მაგრამ ყველა არ არის ღმერთზე მეტყველი. და აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს ტერმინი ეკლესიაში თეოლოგი, ანუ ღმერთზე მეტყველი. თუმცა ეს დღეს ახლა დიპლომური თეოლოგია მაგის სხვას ნიშნავს, იქ შედის სხვადასხვა საგნები, აი თეოლოგები რო არიან უნივერსიტეტ და დიპლომი ხარისხდაცულები, ისინი ზოგი ისტორიის, საეკლესიო ისტორიის, ზოგი ბიბლიისტიკის, ზოგი წმინდა წერილის სპეციალისტები არიან და სხვა კუთხით და სხვა ფორმით იხმარება. და სწორიც არის, კარგიც არის, მაგრამ ამას არ ნიშნავს. ეს სხვა არის. სულ სამი ღვთისმეტყველი გვყავს ეკლესიაში. ეს არის პირველი იოანე ღვთისმეტყველი, მეორე ეს არის გრიგოლ ღვთისმეტყველი და ღვთისმეტყველი მას უწოდეს ხუთი სიტყვა აქვს კონსტანტინოპოლში სახლში ქონდა გახსნილი აღდგომის ტაძარი სახლში და იქ იხადაგა მაშინაც იდევნებოდა მართალი სიტყვა, მაშინაც კი არა, მაშინ იდევნებოდა განსაკუთრებით არიოზობა იყო და აი იმ ხუთ სიტყვას, რომელიც არის სამებაზე, ძეზე, სულიწმინდაზე, ქრისტეს განკაცებაზე, უწოდეს საღვთისმეტყველო სიტყვები, ხუთი საღვთისმეტყველო სიტყვა და ამიტომ დაარქვეს გრიგოლ ღვთისმეტყველი.
მესამე არის უცნაურია სხვათა შორის სახელი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. ახლა ახალი ღვთისმეტყველი წესით გრიგოლისთვის უნდა დაერქვათ, ხო? იოანეს მერე იოანე იყო პირველ საუკუნეში და გრიგოლი იყო მესამე საუკუნის შუა წლები და ახალი ის იყო 200 წლის მერე იყო ხო 200 მეტის, მაგრამ მას არ დაარქვეს ახალი. ახალი დაარქვეს სიმეონ ღვთისმეტყველს, რომელიც უფრო გვიან არის მე-11 საუკუნეა თუ არ მეშლება. ხო და რატო დაარქვეს ახალი ღვთისმეტყველი? თუ ანუ ღვთისმეტყველების ახალი ფორმა. განსხვავებული. დიახ, ფორმა განსხვავებული. თუ იოანე ღვთისმეტყველი იწყებს ღმერთის წარმომავლობა არ ითქვის, მე წარმომავლობა ღმერთს არ აქვს, მაგრამ აი განკაცებამდე მისი მდგომარეობის, ხო? და გრიგოლ ღვთისმეტყველიც იგივეს აგრძელებს და განავრცობს. უფრო გვიხსნის სამებაზე, ძეზე, სულიწმინდაზე და ასე შემდეგ. და სიმეონს ახალი ღვთისმეტყველი იმიტომ დაარქვეს, რომ თუ ესენი გვიხსნიან ღმერთის განკაცებაზე, ღმერთის განკაცებაზე, სიმეონ ღვთისმეტყველის საღვთისმეტყველო თავები არის ადამიანის განხთობაზე. თუ ადამიანი როგორ ხდება ღმერთი? ამიტომ უწოდეს ახალი. ესეც ღმერთზეა. რა თქმა უნდა, იქ ღმერთის შესახებ და სამების შესახებ საოცარი ღვთისმეტყველებები აქვს, მაგრამ ადამიანის განხთობაზე ამბობს. ეს რაც შეეხება ღვთისმეტყველებას. და რატომ დავიწყეთ იოანე ღვთისმეტყველის სახარებით ძალიან რთულია. შეგვეწიოს უფალი რომ შევძლოთ ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს ეს ყველაფერი ისე მივაწოდოთ, რომ მათთვის გასაგები იყოს. საერთოდ ათვლის წერტილი ქრისტიანობაში, მართლმადიდებლობაში არის აღდგომიდან. აღდგომიდან ითვლება ყველა კვირა, იმიტომ რომ აღდგომის შემდეგ გახდა კვირა აღდგომა. ანუ ყოველ კვირას ეცხადებოდა მას ხო არის. აღდგომაში რო აღწერილია სხვადასხვა დროს რო გამოეცხადა, ყოველთვის ეცხადებოდა კვირა დღეს. და ამიტომ ქვია მას კვირიოს უფლის დღე. და როდესაც კვირა დღე გახდა უკვე მცირე აღდგომა, ამიტომ აღდგომიდან იწყება ათვლა. აღდგომიდან პირველი კვირა, აღდგომიდან მეორე, მესამე, მეხუთე და ასე შემდეგ და მიდის ისევ აღდგომამდე. და პირველი სახარება, რომელიც აღდგომას იკითხება, არის იოანეს სახარება. თავდაპირველად იყო სიტყვა 14 მოხლის ჩათვლით, თუ 17. ხო და როდესაც იოანეს სახარება მთავრდება, მერე იწყება მათე, მარკოზი, ლუკა და მერე ისევ მიდის აღდგომამდე. კვლავ იოანეთი იწყება. ამიტომ ჩვენ ახლა აღდგომის დღეები გვქონდა. სულთმოფენობით დამთავრდა არა მხოლოდ აღდგომა, არამედ ის აღთქმა, რომელიც მოიცავს ძველ, პირველ და მეორეს, ანუ ძველ და ახალ აღთქმას. ახალი აღთქმა ეს არის სულიწმინდის მოვლენა და ძველი რო განკაცდებოდა ღმერთი და გამოიხსნიდა ადამიანს. ამიტომ გადაწყვეტეთ ჩვენ იოანეს სახარებას იოანეს სახარებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა იოანეს სახარების დაწერის შესახებაც ვთქვათ, მცირე ყველაზე გვიან დაიწერა. პირველი არის პავლე მოციქულის წერილები, საერთოდ ისტორიულად პირველი არის წერილები. შემდეგ დაიწერა სახარებები. და ამ სახარებებიდან პირველი არის მათესი.
მაგრამ მათ ესახარება რადგან ებრაულად დაიწერა ის პირველი არ გავრცელებულა მე ითარგმნა და მე გავრცელდა ბერძნულად ითარგმნა ბერძნული ენა იყო პერიოდის მაგრამ თუ გავრცელების მიხედვით ვიტყვით პირველი არის მარკოზის სახარება ანუ პირველი რომელიც გავრცელდა პეტრეს ქადაგება რომელიც მარკოზმა ჩაიწერა და როგორც ამბობენ ის იწერდა ლათინურად მაგრამ გავრცელდა ბერძნულად პირველი არის მარკოზის სახარება შემდეგი არის მათე და ლუკა ანუ ამ ორიდან რომელი გავრცელდა ეს ცოტა რთული სათქმელია და იოანეს სახარება არის ბოლო და სხვათა შორის იოანეს სახარებას თავიდან ეკლესია აღმოსავლეთის ეკლესია არ ღებულობდა იოანეს სახარების შესახებ ძალიან გვიან არის ცნობები ძალიან გვიან ანუ გვიან ნიშნავს რომ ამბობენ რომ ეს დაიწერა სადღაც 60-იან წლებში ქრისტეს დაბადებიდან 60-იან წლებში პირველ საუკუნეში და სადღაც მეორე საუკუნის ბოლოს არის ცნობები ერთ-ერთი მართლმადიდებელი მამებიდან არავინ არ იშველიებდა უფრო ეს მესამე ასწლეულში იწყება იოანეს სახარების გავრცელება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პირველად ეს გავრცელდა გნოსტიკოსებში და არა და გნოსტიკოსების საწინააღმდეგოდ არის დაწერილი ეს სახარება ეხლა გნოსტიკოსები იყვნენ გნოსის ნიშნავს ცოდნას დაფარულ ცოდნას და იყვნენ ესეთი სექტა არის რა თქმა უნდა ცნობილი რომლებიც თავს თვლიდნენ რჩეულებად და როგორ რჩეულებად მოკლედ ის კი არა მიც ახლა გამოირჩია არამედ მას ბუნებრივად რაღაცა ნაპერწკალი ღვთაებრივი ნაპერწკალია მასში და ის არის რჩეული და ეს ცოდნაც არის სულიერი ცოდნა დაფარული ცოდნა რომელიც მათეცხადებათ მარტო და სხვა ვერ გადარჩება თუ არა ის და ძალიან გამიჭირდება ახლა ხალხსაც გაუჭირდება გასაგებად რომ ავხსნა რამხელა რაღაცა უაზრობა გნოსტიკოსობა ნუ შერეული არის ფილოსოფია შერეული არის იუდაიზმი ქრისტიანობა ნუ ქრისტეს ღმერთად კი არ თვლიდნენ და სამება საერთოდ სამებას არ აღიარებდნენ არის ბოროტი და კეთილი ღმერთი და ანუ ცოდნაზე ჰქონდათ გამახვილება და რაც ყველაზე მთავარია მათ იმაში კიდევ ერთი ის არის რომ ესენი ხორცს თვლიდნენ როგორც ფილოსოფია სულის საწამებელ ადგილად ხორცი არის ბოროტება სადაც სული არის საპყრობილია სადაც სული არის მომწყდეული და იქიდან გათავისუფლდება სული და ეს არის გადარჩენა და ასე შემდეგ და ამიტომ იოანეს სახარება არის დაწერილი ამათი სწავლების გათვალისწინებით იმ გაგებით რომ იმდენად არასწორს ასწავლიდნენ რომ იოანემ მათ საწინააღმდეგოდ დაწერა სწორი რომელიც არის და ეხლა ძალიან საინტერესოა ეს ამბავი რომ ქრისტეც როდესაც ამიტომ არის ეს სახარება ძალიან მაღალი რადგან წინააღმდეგობა იყო უკვე და როცა წინააღმდეგობა არის მაშინ ჭეშმარიტება უფრო გამოჩნდება მარკოზ ეფესელს აქვს ესეთი ძალიან საინტერესო სიტყვები ნათქვამი რომ ღმერთბაო ძალიან დიდი სიფრთხილითო მაგრამ თავისი დოგმატებიო თავისი ჭეშმარიტი სწავლებაო ერესები გამოიყენა მის გამოსავლენადო ანუ ერესი ნიშნავს მწვალებლობას და როცა მწვალებლობა ვრცელდებოდა მაშინ წმინდა მამები იწყებდნენ მტკიცებას იმისას რა არის და როგორ არის სწორი და ვლინდებოდა ეს რაც იმან იცოდა მაგრამ ესე ხმამაღლა შეიძლება თავის წრეში ამბობდა მაგრამ კრებები არ იყო და ასე შემდეგ ანუ ერესები გამოიყენა თავისი დოგმატების გამოსავლენადო
ასევე ეს იოანეს სახარების დასაწერად როგორც ჩანს გნოსტიციზმი გამოიყენა უფალმა რომ იოანეს ეს დაეწერა და უფალი რო განკაცდა მაშინაც ისრაელში იყო ბევრი სექტა სექტა ნიშნავს მაშინდელი სექტად ითქმის ყველაზე ძლიერი ეს იყო ფარისევლები მერე იყვნენ სადუკევლები და სხვადასხვა სექტები და ესენი სხვადასხვა სწავლებებს ამბობდნენ და ეს არასწორი სწავლება იმიტომაც არის დამღუპველი რომ ღმერთზე პირველ რიგში არასწორ წარმოდგენას ავრცელებს და თუ არ იცი ღმერთი ვინ არის და როგორია ის მაშინ მას თაყვანს ვერცებ და ვერც მიიღებ და აქედან გამომდინარე ქრისტე მაშინ განკაცდა როცა ეს წინააღმდეგობები იყო რადგან იმათი წინააღმდეგობები თვითონ ჭეშმარიტებას რომელსაც გადაგებდა იმათ საწინააღმდეგოდაც ეთქვა როცა ისინი ეკითხებოდნენ მაგალითად სადუკევლებს არ წამდათ სულის არსებობა არც ანგელოზის არც სულის და სხვათა შორის სადუკევლები იყვნენ უმეტესად მღვდელმსახურები რომლებსაც მეორე ცხოვრების არ წამდათ იმიტომ რომ არ კარგად ცხოვრობდნენ ეს მღვდლებს ემართებათ დელ თავრებს მღვდლებს მე გამიკვირდა მაგალითად ესო გავიგე რომ სადუკეველი რომელსაც სულის არ წამდა იყვნენ ძველი აღთქმის უმეტესი მღვდელმთავრები და მღვდლები ეკლესიის მსახურები ხო საოცრებაა და ქრისტეს რო ეკითხებიან სულის შესახებ რომ 7 ძმა იყო და ერთი და საოცარ სწავლებას ეუბნება ქრისტე რომ ზეცაში არც ქორწინდებიან არც განქორწინდებიან არ იცითო არც ღვთის ძალა და არც ის რა ხდებაო ზეცაშიო ანუ მათი არ ცოდნა თავისი ჭეშმარიტებით გამოავლინა და აქედან გამომდინარე ზოგჯერ ეს წინააღმდეგობები არის აუცილებელი იმისთვის რომ ჭეშმარიტება გამოვლინდეს უფრო მობილიზდებს ასე თქვა და უფრო კონტრასტი გამოჩნდეს დიახ ეხლა აქ არის ყველაზე მთავარი ისა რომ აი გნოსტიკოსების იმიდან რას ამბობდნენ გნოსტიკოსები დაფარული ცოდნა ეცხადება გნოსტიკოს არა საქმე და არარწმენა არამედ ის დაფარული ცოდნა ეს არარწმენაზე მინდა ახლა გავამახვილო ყურადღება მაგალითად რა არის რწმენა აი ჩვენთან ბევრს გონია რომ მორწმუნეა ადამიანი ვისაც ღმერთის არსებობის წამს ანუ ზოგს ანუ ხილავი ძალა არსებობს რა თქმა უნდა ღმერთი შემოქმედი რაღაცა არსებობს კი ეს სამყარო განსაკუთრებით მეცნიერებს ჭირთ რომ ეს ვიღაცის შექმნილია და ზჯერად წამთ რომ ღმერთი არსებობს მაგრამ ეს არ არის მორწმუნე ეგ არის აქ მთელი ის ქრისტიანული გაგებით ვისაც ღმერთის არსებობის წამს ის არ არის მორწმუნე ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს წამს თავისი ღმერთის მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ის მორწმუნეა როცა ნათქვამია რომ რწმენა გადაგარჩენს ესე იგი ღმერთის თუ წამს ჩვენ ვერ ვიტყვით რომ გადარჩევი მაშინ რა არის ეს რწმენა ღმერთის არსებობის თუ წამს ვერ ვიტყვით ხო ღმერთის არსებობის თუ შენ არ იცი ვინ არის ღმერთი აი ღმერთს სახელი რო შეუცვალოთ და ვთქვათ ცნობიერება არსებობს ცნობიერება არსებობს უმაღლესი გონი ყველა რელიგიას აქვს თავისი ცნობიერება და რომელია იქიდან ის უმაღლესი გონი ის რომელიც მათ მიაჩნიათ რომ უაღლესი ხო აი დაგვიდგ ვინც მათ მიაჩნიათ მაგრამ ის თუ არ არის მორჩა რომელიც არსებულია მაგას არ მიიღებს ეგ ჭირდება ფარაონსაც ფარაონი ურწმუნო კი არ იყო ურწმუნო იყო მზის
შვილად მიითვლებოდა და მზე ღმერთის შვილად ითვლებოდა ფარაონი მორწმუნე იყო როგორ არა მზე ღმერთად მიაჩნდა და თავისი თავიც წამდა მას მზის ღმერთობის მორწმუნე იყო და მოსე რო ეუბნება ვისი სახელით მივიდეო როცა აგზავნის სოთაშორის ძალიან საინტერესოა თავისი ერის გამოსახსნელად მაშინ ეუბნება იაჰოვას იახვე და ღმერთს როგორც ასეთი სახელი არ აქვს. როგორც შეიძლება ღმერთს სახელი ჰქონდეს, რამე სახელში მოიქცეს. მაგრამ მას უწოდებდნენ მისი მოქმედებიდან გამომდინარე ხან საბაოთს, აი უფალი ამბობს ელი ელი ლამა საბათქანი. ელი ღმერთის სახელი დიდარს ნიშნავს. აქედან მოდის ალახით მე მგონი საბაოთი ნიშნავს მებრძოლს და რას ნიშნავს იეჰოვა ნიშნავს მე ვარ რომელიც ვარ ასე ითარგმნება ძველ ქართულად არსებული მე ვარ რომელიც ვარ ანუ ეუბნება ფარაონს რომ შენ არ ხარ არსებული ტყუილია ის მე ვარ არსებული და ებრაელები ძალიან საინტერესოა მეც ისე მომეწონა რომ როცა ამ სახელს სხვა ებრაელები სახელს არ ამბობენ ხოლმე ძალიან იშვიათად როცა ამ სახელს იტყოდნენ ნიშნავდაო რომ ის არის ანუ იგრძნობდნენ მის თანადგომას შემწეობას ომში გაჭირვებაში ის არის ანუ მისი არსებობის მამტკიცებელს დაინახავდნენ, იგრძნობდნენ და ამბობდნენ, ის არის, ანუ იეჰოვა. და აქედან გამომდინარე, როდესაც იოანე იწყებს თავის სახარებას, დავიწყოთ ჩვენ და გავითვალისწინოთ, რომ რა არის რწმენა. ეს კითხვა დავსვათ, ვინ არის მორწმუნე? აი ეს კითხვა დავსვათ და ამით დავიწყოთ სახარების კითხვა და მუხლები განმარტოთ. დასაბამად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამად ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შექმნა, რაც კი შეიქმნა. აი დასაბამად იყო სიტყვა ეს შეიძლება ითქვას დაუსაბამოდ იყო სიტყვა დასაბამი მას არ გააჩნია მაგრამ დასაბამი თავდაპირველად სხვადასხვანაირად ითარგმნება ნიშნავს რომ სანამ რამე დაიწყებოდა ანუ ქმნილება დრო აი დრო რა არის ავგუსტინეს აქვს ნათქვამი რომ როცა მეკითხებიანო რა არისო დრო ვიციო დრო რა არისო მაგრამ რო დაფიქრდები უკვე არ ვიციო დრო რა არისო აი დროში შექმნილი ადამიანი ვერ მიხვდება უდროობა რა არის ხო ჩვენთვის დრო არის წამი წუთი საათი ხო მაგრამ თუ დაფიქრდები ეგ არ არის უკვე დრო და ამიტომ აი ეს დრო რო შემოდის მაშინ უკვე იყო ამას ახლა ოქროპირი როგორ ამბობს რომ ვინმე შეუძლია თქვას რომ ზე იყო და არ იყო ნათელი რომ ზის თვისებაა რომ ვინმე შეუძლია თქვას რომ ზე არსებობდა და ნათელი მისგან არ გამოდიოდა ვერ იტყვის აი ზუსტად ამას ნიშნავს ვინმე შეუძლია თქვას რომ იყო мама და არ იყო ზე არა მამა ნიშნავს ავტომატურად რომ შვილის მამა და აქ ორი რაღაცა შეიძლება ჩვენ ვთქვათ აი ზე რას ნიშნავს და რას ნიშნავს мама ზოგიერთი ახლა ცოტა ისე განმარტავს ამას რომ მამას ნაცვლად ამბობენ მშობელს არ არის სწორი მამას არ გააჩნია ღმერთს არ გააჩნია სქესი როცა ჩვენ ვიტყვით რომ мама
ეგ არ ნიშნავს რომ ის არის კაცი. კაცივით სქესი, მამრობითი. არა. როდესაც ჩვენ ვიტყვით ძეს თუ იესო ქრისტეს არ ვიგულისხმოთ, არამედ მამა და ძეს თუ ვიტყვით, ეს ძე არ ნიშნავს მისი ბიჭია. არამედ ძე ნიშნავს მემკვიდრეს. და მამა ნიშნავს საწყისს. საწყისობის გამო ითქმის მამა, რომ ის არის ყოველივეს დასაბამი. ამიტომ დასაბამად იყო სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ეს არის დასაბამად ნიშნავს რომ აი მამა და ძე ეს ძე მამასთან იყო, მაგრამ ძე ღმერთია. ანუ ეს იგივეა. დასაბამად იყო მზე და მასთან ერთად იყო სინათლე. სინათლის გარეშე მზე არ არსებობს, ასევე მამა ძის გარეშე არ არსებობს. მაშინ ის მამა არ არის. და ღმერთი არ იცვლება. ღმერთი მუდმივად მამაა, მუდმივად საწყისია. ამიტომ როდესაც ქრისტე ამბობს რომ მე და მამა ერთი ვართ, ეს ნიშნავს რომ მამა, ძე და სულიწმინდა ეს არის ერთდროული უდროობაში. ანუ ერთდროულიც არასწორია. ერთ არსია. მაგრამ სამპიროვანი. და არა მამრობითი, არა მდედრობითი. არამედ საწყისობიდან გამომდინარე არის მამა და ძე და სულიწმინდა, როგორც მზე, ნათელი და სითბო ერთდროულია. გასაგებია. როცა ქრისტე ამბობს, რომ მამა უფრო იჩემსა არს. აი აქ ზოგი მამა ამბობს, რომ ამას ამბობს ქრისტე კაცობრიობი ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ მე უფრო მომწონს ბასილი დიდის განმარტება. ბასილი დიდი ამბობს ძალიან საინტერესოდ, მიუხედავად იმისა, რომ ბუნება ერთია, ერარქია უპირატესობა ნიშნავს, მაინც მამა დგას წინ, არა ბუნებრივად, არამედ როგორც საწყისი. ამიტომ არასოდეს არ ითქმის ძე, მამა და სულიწმინდა. ყოველთვის ითქმის მამა, ძე და სულიწმინდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძე მამაზე ნაკლებია, ან სულიწმინდა ძეზე ნაკლებია. არა. მაგრამ რადგან საწყისი მამაა, იმიტომ ქვია მამა, რომ საწყისი უდროობაში შობილი უშობლად, ანუ რაღაც საწყისის მქონე არა, არამედ დაუსაბამოდ. არის ძე, მაგრამ ერარქიულად პირველი ითქმის მამა. ამას ნიშნავს, უფრო იჩემს არს და არა ბუნებით. თუმცა როგორც კაცობრიულად ეგეც შეიძლება გავიგოთ. ეხლა ცოტა ეს დოგმატურია და არ ვიცი ხალხისთვის, მაგრამ ეს არის ეს აუცილებელი. ის აუცილებელი ჩარჩო, რომელიც არის რწმენა. მე მგონი ამ განმარტებაში რთულად მისაღები და გასაზრებელი არაფერია, განსაკუთრებით იმ ახსნა განმარტების გათვალისწინებით, რომელიც თქვენ ბრძანეთ. თავარი სირთულე და ის რასაც ვერ იგებს ადამიანის გონება და ბუნება გონებით. არის ზუსტად ის, რომ რანაირად არსებობდა დასაბამი ისე, რომ მას დასაბამი არ მიეცა. ანუ რაღაც როგორ არსებობდა ისე, რომ ის რაღაცისგან ან ვიღაცისგან არ გაჩნდა. იმიტომ რომ ჩვენს წარმოდგენაში მატერიალურ დონეზე ყველაფერს აქვს თავის საწყისი, თავის გარდამავალი ბუნება და ასე შემდეგ. ერთადერთი საკითხია ქრისტიანობაში, ჩვენს რელიგიაში და საერთოდ რელიგიაში, რომელიც მტკიცების გარეშე უნდა მიიღო, აქსიომა რა. უნდა იწამე. ხო, რწმენისა. ანუ გონებითაც უნდა დაიჯერო. და რატო?
დაგვირდით. მოდით თქვათ ვინც სადაც ჯერა რომ ღმერთი არსებობდა და ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ის უშვებს რომ ღმერთი მუდმივად არსებობდა. მაგრამ ვიღაცამ არ დაუშვა მაგალითად ღმერთის მუდმივი არსებობა. თქვათ ურწმუნოა ან მეცნიერია და უნდა გამოიკვლიოს როგორ, ხო? ჩვენ ახლა რო გავყვეთ და მტკიცება რო დავიწყოთ რომ ღმერთი არ არსებობდა და გაჩნდა, ვერაფრით ვერ დავამტკიცებთ. მივალთ რაღაც წერტილამდე, რომელი წერტილის არსებობა უნდა დაუშვათ. კი, ყოველ შემთხვევაში. ხო, ეს არის ის რისგანაც ის ღმერთი გაჩნდა, ანუ ის როგორ გაჩნდა. რაღაცა წერტილამდე მივდივართ, რომელიც არსებობდა. იმიტომ რომ მაგალითად ფილოსოფოსები ამბობდნენ, სხვადასხვას, ხო? ანუ ერთი ამბობდა რომ არაისაგან შეიქმნა. მეორე მუთხა არაფრისაგან არაფერი იქმნება. მეორე ფილოსოფოსმა. ის ვერ დაამტკიცებდა რომ არაფრისაგან შეიქმნა ღმერთი. როგორ არაფრისგან არაფერი იქმნება. მეორე ატომებისგან, მეორე სიცარიელისგან და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ ამტკიცებს რისგან. მაგრამ რაღაცა უნდა იყოს. ერთი ესეთი იგავივით არის პროფესორი რო უხსნეს დაფაზე რო დასვამს წერტილს და აი ბავშვებო ეს იყო და ესე გაიზარდა აფეთქების თეორია და ესე აფეთქდა და ესე შეიქმნა სამყარო. ხო და ბავშვი რადგება და მასწავლებელო აი წერტილი ვინ დასვაო და აი წერტილი ვინ დასვა. ანუ გონება ვერაფრით ვერ დაამტკიცებს იმას რომ რამე არ არსებობდა. ხო და თუ იტყვის რომ წერტილი არსებობდა, მე ვეტყვი მორწმუნე კაცი, ის წერტილი ღმერთია. ამის წერტილი ვინც დასვა, ის არის ღმერთი. ხო, მაგრამ დასვა წერტილი ვინც დასვა, მაგრამ ის ხო ამტკიცებს რომ რაღაცა იყო. აი ეს რაღაცა რაც იყო. საერთოდ ყოფნა არის ძალიან ყოფნა საიდან არის ადამიანი უფრო ესეც არ შეუძლია, მაგრამ არ ყოფნა უფრო ახსნადია, ვიდრე ყოფნა. ეს ყოფნა საოცრება. აი მაგალითად ხშირად ხო კითხულობენ ჩვენს კითხა ერთმა კომენტარში აი რატო შექმნა ადამიანი? და მე უსვამ ესეთ კითხვას. თუ ამას ადამიანი მისვამს, ხო, თვითონ ადამიანი კითხულობს, რატო შემქნა მე? ხო და მეკითხები, კარგია რომ შექმნა? კარგია რომ არსებობ? კარგია რომ აი ყოფნა, კარგია? და კი მეუბნება, კარგია. მოწონს. ხო, ამიტომ შექმნა. იმიტომ რომ კარგია. ამიტომ თქვა ღმერთმა რომ შექმნა და კარგიაო. აი ეს კარგიას რომ ვამბობთ რომ მე ვარსებობ, აი თქვენ არსებობთ, მეუღლე გყავთ, შვილები გყავთ, მეგობრები გყავთ. ცუდია ეგ? კარგია. მაგარია. აი მაგარია. აი ამით რომ დამტკვარიყავით და წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ ღმერთი ქმნილება ვართ და ქმნილებას რო გვაძლევს როგორ გვიხარია. როგორი კმაყოფილები ვართ. თუნდაც ქმნილება არის ჯანმრთელობაც, ქმნილება არის მეუღლე, შვილები, სახლი, კარი. და ეს ყველაფერი თუ კარგად არის და თუ ერთობა გვაქვს, კახარებულები ვართ. და წარმოიდგინეთ ახლა ქმნილება ასე თუ ახარებს, როცა თავის თავს გვაძლევს. მაშინ რა საოცრებაა. როცა თავის თავს მოგცემს. აი ეს მოხდა ქრისტესგან გაცებით. თავისი თავი მოგცა და სული. სამებამ მოგცა თავისი თავი. თავის სამკვიდრებლად გავხადა. და აი ეს არის ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთან. აი სიცოცხლე რაზეც საუბრობდით. მასშია ეს სიცოცხლე. აი სიცოცხლე როგორ შეიქმნა, ამას ვერავინ ვერ დაამტკიცებს. რა არის სიცოცხლე? რა არის ცხოვრება? რა არის ის რომ მე აღვიქვამ, მე ვარსებობ. აი ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ. დეკარტიმ რო თქვა, ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ. მეორე ფილოსოფოსმა უთხრა, მე ზოგჯერ ვაზროვნებ, ესე იგი ზოგჯერ ვარსებობ. ხოდა ეს ადრე იყო ნათქვამი დეკარტამდე გვრძნობ, ესე იგი ვარსებობ.
ანუ უფრო ის არის, რომ საკუთარი თავი შეგრძნება. საკუთარ თავს რო შეიგრძნობ. შეიცნობ. არსებობ. ცოცხალი ხარ. აი სიცოცხლე აუხსნელი რაღაცა და საოცრება, მაგრამ ეს სიცოცხლე მისგან არის. სხვანაირად მაგას ვერ ავხსნით. დავაგრძელოთ კითხვა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და ნათელი ბნელში ნათობს მასში იყო სიცოცხლე და ის იყო ნათელი კაცთა, აი კაცთა ნათელი იყო და ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. ძალიან რთულია. ამას ახლა ღვთისმეტყველო უფრო ფილოსოფიურად განმარტავენ. მაგრამ ამავდროულად ძალიან მარტივია. მე სხვანაირად ვხედავ, მარტივად. დაგვიდით ძველში როგორ წერია. ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი მას ვერ ეწია. ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი მას ვერ ეწია. ბნელმა როგორ უნდა მოიცვას, აი როგორ შეიძლება ბნელმა ნათელი მოიცვას. რაღაც ფილოსოფიურად ზოგიერთი ფილოსოფიურად აღიქვამს ამას, მაგრამ სრულებით არ არის ფილოსოფიური უბრალოდ ენას უნდა გაგება, ჩვენ ცოტა სხვანაირად თარგმნით და მე მგონი სწორია. და ეს ნათელი ბნელ ადამიანებს უნათებდა, ეცხადებოდა, ეჩვენებოდა, მაგრამ ბნელმა არ მიიღო ის. ქრისტესია საუბარი. განკაცდა ნათელი, ნათელი მამა, ნათელი ძე, ნათელი სული ხო არის? ნათელი ძე განკაცდა. მოვიდა ბნელ ადამიანებთან. აქ უნდა ითქვას, რომ ის არის ნათელი, მის გარეშე ყველაფერი ბნელია. ქრისტეს გარეშე, ანუ ძის გარეშე, ღმერთის გარეშე ყველა ადამიანი არის ბნელი. და მისი მიღებით ნათდება. და მოვიდა ბნელ ადამიანებში, ყველა ბნელი იყო. თვითონ იოანეც ყველა ბნელი იყო. ერთადერთი მე ვიტყვით მაგას, იოანე ნათლიმსემელზე ამბობს ქრისტე, რომ ის იყო სანთელი, ანთებული. და თქვენ ერთდროსო გიხაროდათო მის შუქში ნათება, სანთელი, ანთებული, იმიტომ იყო, რომ ღვთის სიტყვა ქონდა მიცემული, რომ დაემოწმებინა ქრისტეზე. ანუ ღმერთმა აანთო. ის ანთებს. იმან თუ არ აგანთო, ბნელი რჩები. და სიბნელეში ხარ. ამიტომ ბნელმა ის აქ ვერ წერია, მაგრამ ეს ქართულში ვერ ნიშნავს ადამიანის უძლურებას. მაშინ ნიშნავს, რომ ადამიანი უძლური შექმნა. და ეს არასწორია. ვერ არა, არ მიიღო. ანუ უარყო. უარყო, შეეძლო მიღება, მაგრამ არ მიიღო. ვერ არის, ვერ შეეძლო. ამიტომ მე ვამბობ, რომ არ მიიღო. აქ მინდა კიდევ ქრისტეზე მაგალითად ამბობენ, რომ არიოზი ამბობდა, რომ ქრისტე არის ქმნილება. დღეს არიან სექტები, რომლებიც ამბობენ, რომ იგივეს ქრისტე არის ქმნილება, ქრისტე არ არის ღმერთი. ქრისტე არის ქმნილება. ეს პირველ რიგში ხო ქრისტეს აკნინებს, ანუ ძეს. არ არის მამის თანასწორი, ესე ამბობენ. მაგრამ მეორე რიგში აკნინებს ადამიანსაც. დააკვირდით როგორი რაღაცა არის. თუ ქრისტე არის უმთავრესი ანგელოზი, რომელიც შექმნა ღმერთმა სანამ ადამიანს შექმნიდა. ანგელოზებს შექმნიდა. ანუ მანამდე შექმნაო. ანუ ქმნილებათა შორის თუ ერთ-ერთია. ხო, ქმნილებათა შორის ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილებაა. რომელიც შემდეგ მოვიდა დაცემულ ადამიანთან და ადამიანი გამოიხსნა. ეგეც ტყუილი იქნება, მაგრამ ამასაც განმარტავ. მაშინ გამოდის, რომ ღმერთმა რაღაცა შექმნა უმაღლესი ქმნილება თავის ძედ და ჩვენ შექმნა მასზე მცირე. და ჩვენ არ გამოვდივართ უმაღლესი ქმნილება. ანუ დაგვაკლო. ხადათვისა ხო, არა ვართ. ანუ ეს ხატება არაფერს არ ნიშნავს მაშინ. ანუ თუ შეეძლო რომ ქრისტეს დონის
ერთი ძე შეექმნა. რატო არა მეორე? ერთი იყო ადამიანიც ხო? ადამიანი რატო არ შექმნა ისეთი? რატო დააკნინა მაშინ? და გამოდის რომ ღმერთმა დაგვაკლო. და ეს არასწორია. ეხლა თუ ქრისტე არ იყო ღმერთი. არ იყო ბუნებითი ძე. ბუნებითი ძე ნიშნავს ბუნებითი არის ნათელი მზისთვის. მისი ბუნებაა ეს. ბუნებითი ძე და ჩვენ ვართ მადლით ძე. მადლით ნიშნავს მოგვანიჭა, შევქმნა, რომელშიც ნათელი მოათავსა. და ბუნებითი ძე რომ არ იყოს ქრისტე და მოავლინა თავისი მადლით ძის, ანუ დაცემული ადამიანის გამოსახსნელად. თავისი ქმნილება მოავლინა ქმნილების გამოსახსნელად. ჩვენ გამოხსნილები არ ვიქნებოდით. პირველ რიგში იმიტომ რომ ადამიანს ეჭვი გაუჩინა ბოროტმა რომ შექმნა მონად. ანუ რაც წინ თქვი ვიღაცა უპირატესია და ჩვენ შექმნა ისეთად რა მონებად უფრო დაბალ ხარისხად რაც ეშმაკმა უთხრა. მეორე თუ ადამიანმა დაინახა რომ ღმერთს არ უნდა მისი განხტობა რაც ეშმაკმა დაანახა. ეს არის ცოდვა. ეს არის დაცემა. აი ეს ხედვა რომ ღმერთს არ უნდა ჩვენი ღმერთობა. და ღმერთი მოდის არა თვითონ არამედ ავლენს რომელიღაცა ქმნილებას ისევ და იმასაც ჯვარს აცმევს. უშვებს რომ ჯვარს ეცვას. მე საიდან შევიყვარო ღმერთი? რატო? ღმერთმა რა გააკეთა ჩემთვის თვითონ? არაფერი. მე შევიყვარებ ამ ქმნილებას. ვინც მე გამომიხსნა. ვინც მე გამომიხსნა. მაგრამ გამოხსნილი მაინც არ ვიქნებ, იმიტომ რომ გამოხსნილი მე ვარ მაშინ, როცა მე ღმერთის სიყვარულს ხედავ. პირადად ღმერთთან მაქვს პრობლემა. ერთი კაცობრიობა ერთ ადამიანად რო წარმოიდგინო. პირადად ღმერთთან მაქვს პრობლემა, რომ მას არ უნდა ჩემი განხტობა. და გამომიგზავნა ვიღაც მაღალი ქმნილება, ჩემზე მაღალი. და მე მებადება აზრი, რომ მე რატო არ შემქნა ისეთი? სადღაც ნაკლული მაქვს ღვთის მიმართებაში. და ეს გამოხსნა არ იქნებოდა. გამოხსნა არის ღმერთის სწორად დანახვაში. ერთ წმენით ხო დავიწყეთ, მაგრამ კიდე მივალთ იქამდე. ღმერთის სწორ დანახვაშია გამოხსნა. ეხლა ვისაც ისე სწამს, რომ ქრისტე არ იყო ღმერთი და რაღაცა, ის ვერ გამოიხსნება. ესმით ერთ წმენა რას ნიშნავს? წენა ნიშნავს სწორ გაგებაში, სწორ ცოდნაში და სწორად მიღებაში. იმისა, ვინც განკაცდა. იყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ და სახელი მისი იოანე. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისთვის და ამრიგად ყველას ერწმუნა მისგან. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისთვის. აი ამას მცირედით განვიხილავ. ჩვენ აი იოანე ნათლისმცემელს ვეძახით. დიახ. აქ იოანე ნათლისმცემელზეა საუბარი. და თვითონ იოანე მახარებელი წერს, არ იყო ის ნათელი. არამედ რათა ემოწმებინა ნათლისთვის. ნათელი არის ქრისტე. ეს არ იყო ნათელი. მაშინ ნათლისმცემელი როგორ არის? ნათლისმომცემი, ნათლისმცემელი ნიშნავს ნათლისმომცემი. და ნათლისმომცემი არის ქრისტე მარტო. იოანეს ეს თარგმანი არის ეს სწორია დღეს რომ ნათლისღებას ვეძახით ჩვენ. ქრისტეს მერე ეგ ტერმინი გაჩნდა ქრისტეს მერე, ხო? ნათლისღება. და იოანესაც ნათლისმცემელს ეძახით. და ქრისტეს მერე ეს ტერმინი ღვთისმეტყველურია და სწორია, იმიტომ ნათელი გვეძლება, სულიწმინდა გვეძლება. ესმით აი ქრისტეს მოცემულობის შემდეგ ეს ამის თქმა შესაძლებელია, მაგრამ იოანესთან ამის თქმა შეუძლებელია, იმიტომ ნათელს არ იძლეოდა ის. ამიტომ ნათლისმცემელი ბაპტიზმო არის ეს. ბაპტისტა, ბაპტიზმი ნიშნავს განბანვას, განწმენდვას.
ანუ იოანე განმწმენდელი უფრო. დიახ, იოანე გამწმენდელი, იოანე გამბანველი. იმერეთში იციან ბავშვი გამბანეო. მონათლეო კი არის თქვენ გამბანეო. ხო და ამიტომ აქ ამტკიცებს ეს რომ ის არ იყო ნათელი, ნიშნავს რომ ნათელი არის მარტო ქრისტე და ქრისტეს მიერ გვეძლევა. ეხლა ხომ მღვდლის მიერ ეძლევა, მაგრამ მღვდელი არ აძლევს მას. მღვდლის მეშვეობით, მღვდლის მოქმედებით აძლევს ქრისტე. არავის არ შეუძლია, არც პავლეს, არც პეტრეს, არც არავის. ნათლის მიცემა, ნათლის ღება ადამიანის, არავის არ შეუძლია, ჩვენ ნათლის ღებაზე ხო ვისაუბრეთ. არამედ ჩვენი მეშვეობით ჩვენ კი არ ჩვენში არსებულს კი არ ვაძლევთ. ჩვენი მეშვეობით გამტარია, ანუ ჩვენი მოქმედებით აძლევს ქრისტე. და გადმოდის სული. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყველა კაცს მომავალს ქვეყნად. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა და ქვეყანა იგი ვერ იცნო. ესე გვაქვს ჩვენ არ შეიცნო. ვერ იცნო როგორც რაღაცა ადამიანის ბუნების სისუსტეს უსვამს ხაზს, არამედ არ შეიცნო. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა იგი არ შეიწყნარეს. ეს მე-11 მუხლი ჩვენ ესე ვთარგმნით, მე განმარტავ, თავის სამფლობელოში მოვიდა და თავის სამფლობელოს მუშაკებმა არ მიიღეს ის. აი ეს ადრეს მისაუბრია, მაგრამ ისე ვიტყვი, იმიტომ რომ ახალ სახარებას განმარტავ. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს, არ შეიწყნარეს ის. ეს არ შეიძლება ვიგულისხმოთ ებრაელი ერი. თავისიანები ნამდვილად ებრაელი ერი იყო, მაგრამ ებრაელმა ერმა მიიღო ის პირველად. და ერმა ბევრმა მიიღო, ერთაგანმა. როგორც მეთევზეებმა, ისე სხვებმაც. პირველი მქადაგებლები სოფლიოში მარტო მოციქულები არ იყვნენ. ის 70-თაგანი და სხვები, რომლებიც ქრისტეს სახელით ინათლებოდნენ, ისინი ავრცელებდნენ ქრისტიანობას. ებრაელებმა მიიღეს. მაშინ თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღო ის, არ გამოდის. ამიტომ ვეძებე ეს სიტყვა რას ნიშნავდა, ეს თავისიანი. და ეს ერთ-ერთი მნიშვნელობა ჰქონდა სამფლობელო. თავის სამფლობელო. ანუ ბერძნულ სიტყვებს ზოგ სიტყვას აქვს მინიმუმ 4-6 მნიშვნელობა ერთს. ქართულშიც არის, მაგრამ ბერძნულში განსაკუთრებით არის ერთ სიტყვას ბევრი მნიშვნელობა. და ზოგჯერ ბოლო მნიშვნელობით გადმოვალთ, ზოგჯერ მეორე მნიშვნელობით, ზოგჯერ პირველი. ამიტომ თუ ვინმე იტყვის, რომ სიტყვით თარგმანი სახარების არსებობს, ეგეთი რამე არ არსებობს. სიტყვით არა, როგორ გაიგებოდა ისეა მაინც. კონტექსტურია. ზუსტად ის სიტყვა, მაშინ 6 აზრი უნდა გადმოიტან. იმ მომენტში როგორ ესმოდათ. ბერძნულ ენას ახასიათებს ეს დროში როგორ გაიგებოდა. ხო და ამიტომ ეს არის რას ნიშნავს ახლა ეს და რატოა მნიშვნელოვანი. აქ პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ თავისიანებთან მოვიდა. ესე იგი, თავის სამფლობელოში მოვიდა, მისი სამფლობელო იყო ეკლესია. ძველი აღთქმის ეკლესია. რადგან ეკლესია არის დღესაც, ხო? ეკლესიის თავი არის ქრისტე, წინა გადაცემაში ჩვენ მაგაზე ვისაუბრეთ. ეკლესიის თავი არის ქრისტე და ჩვენ ვართ მისი სხეულები. მაშინაც ეკლესია ემსახურებოდა, კი ეკლესიის თავი არ იყო ქრისტე, მაგრამ სიტყვას ემსახურებოდა, ანუ სიტყვა რომელიც მიცემული ქონდა აბრაამისთვის, ისააკისთვის, იაკობისთვის, მანამდე ადამს რომ მიცა აღთქმა, ამ აღთქმის მსახურები იყვნენ, რომ ის რომ მოვიდოდა ის უნდა მიიღოთ. ეს იყო მისი სამფლობელო და მოვიდა თავის სამფლობელოში და იქ დახვდა გაიაფა. რომელმაც ის ჯვარს აცვა, არ მიიღო. ამიტომ არის რომ ძალიან საშიშია როგორც წინ თქვი, ეკლესია კარგავს როცა მღვდელმსახური ღმერთის მსახურებას კარგავს,
სიტყვის მსახურებას ის ისე მიწიერდება რომ ჭეშმარიტება ჯვარს აცნობს რაც არ უნდა სტატუსი ქონდეს რაც არ უნდა ფორმა ქონდეს ის მკვლელი ხდება ჭეშმარიტების რატომ იმიტომ რომ ჭეშმარიტება აქვს ჭეშმარიტების სახელი აქვს მითვისებული და ის ნამდვილი ჭეშმარიტება ართმევს იმას ეს ყველას წაიყვანსო ჩვენ მარტო დავრჩებითო ყველა ამას გაყვებაო წაგვართმევსო ხალხსო და სასწრაფოდ ასვეჯვარს და მოიფიქრეს რომ რომაელები მოვლენო და ეკლესიასაც დაგვინგრევენო მერე მართლა დაუნგრიეს აი ეს ხდება როცა ღვთის მსახურება წყდება ეკლესიაში და ღვთის მსახურება არის ჭეშმარიტების მსახურებით რატო აცვეს ავაზაკებთან ერთად ესეც არის ძალიან სიმბოლურია რომ ქრისტე ავაზაკი არის ვინც მეორეს ართმევს ან პარავს ან აყაჩაღებს ან რაღაცა ხო ცემს და ართმევს ეს არის ავაზაკი ვინც მის გვერდით იყო ქრისტეს გვერდით ჯვარცმული ორივე ავაზაკი იყო და თვითონ წინასწარმეტყველებაც არის ავაზაკთა თანა შეირაცხა ეს არის ძალიან სიმბოლური ქრისტეს წარსულელია შეუძლებელია ქრისტემ თავისი თავი მოგცეს მაშინ როცა შენ სოფელიც გინდა ორივეს ერთად არ იძლევა ან სოფელი გინდა ამ ქვეყნიური დიდება გინდა პატივი გინდა ხალხის ქება გინდა ან ქრისტე ორივეს არ იძლევა ამიტომ ვინც ქრისტე მიიღო იმას სოფელი დაკარგა პეტრემ ის ბადედან ავის დაკარგა დიდი არაფერი არ ქონდა მაგრამ პავლემ ბევრი რაღაცა დაკარგა პავლე იყო წარმომადგენელი ეკლესიის წარმომადგენელი და ინტერპოლის უფროსი იყო მაშინდელი გაგებით რო თქვა სხვა ქვეყნებში მიდიოდა და ქრისტიანებს აპატიმრებდა და მიყავდა იერუსალიმში წერილებს იღებდა და ანუ დიდი თანამდებობა ქონდა როგორი ყველა ძრწოდა მის წინაშე ყველას ეშინოდა და დღეს ქრისტე გამოეცხადა და ეს ყველაფერი წაართვა რა ვქნა უფალ ამიტომ ეს ორივე ერთად არ არის და ზუსტად აი ეკლესიის ბოლო ჯამსაც ესე იქნება პირველი და ბოლო გავსო ერთმანეთს საერთოდ ბოლო ჯამსაც ეკლესიაში ლუკას ახარებაში წერია ეს როცა მოვაო ძეკაცისაო განა იპოვისო მორწმუნეს ბოლო ჯამსაც ესე იქნება ეკლესია შეწყვეტს ღმერთის მსახურებას და ჩვენ ცოტა ადრე შევწყვიტეთ ჯერ ბოლო ჯამი არ მგონია რომ იყოს მაგრამ ჩვენმა ეკლესიამ ადრე შეწყვიტა ღმერთის მსახურება მართალი ღმერთის მსახურება ადრევად შევწყვიტეთ მოკლედ ხოლო ყველას ვინც შეიწყნარა იგი აი აქ არის ახლა ეს ანუ ეკლესია არ შეიწყნარა მაგრამ შეიწყნარა მეთევზეებმა და სხვებმა უბრალო ხალხმა და ესეც ძალიან საინტერესოა რა რაც უფრო შორს იყვნენ ეკლესიისგან ეს ხალხი დაგვირდით ხოლო ყველას ვინც შეიწყნარა იგი მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად წოდებულიყვნენ ყველას ვისაც წამს მისი სახელი აი წმენა რატო თქვით თავში ყველას ვისაც წამს მისი სახელი სახელი არის შინაარსი აი სახელი არის ის რაც წავიკითხეთ ვინ არის ეს არის სახელი და ვინც არა სისხლისაგან არა ხორცის ნებისაგან არა მამაკაცის ნებისაგან არამედ ღვთისგან იშნენ იესოსგან იშნენ სამებისგან იშნენ სამების სახელით ვიშვებით ხო აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესაც დაგვირდით რაც უფრო ესენი არც მღვდლები იყვნენ უბრალო მეთევზეები იყვნენ და ერს ეკუთვნოდნენ
იმ წესებს რაღაცა ხალხს იხდიდნენ. პეტრესთან ჩანს რომ ხალხს იხდის, როგორც პირშო უფროს ძეს ყოველთვის ხალხი ქონდა გადასახდელი ეკლესიისთვის. და ეს ადამიანები რომლებიც ეკლესიის ტაძრისგან, ეკლესიისგან შორს იდგნენ, ეს ამათმა მიიღეს ქრისტე და იმათ მოუარყვეს. და დღესაც ეს ხდება, რაც უფრო ახლოს ხარ იერარქიულად და რა მაღლა ხარ თუ ახლოს ხარ, მით უფრო არღებულობ და რაც უფრო შორს არის ადამიანი, ემრეული და თან ისეთი. და დღეს რო ვაკვირდები გარეთ დარჩენილი უფრო მოაზროვნეა და უფრო ღებულობს ქრისტეს. ვიდრე ის ვინ შიგნით არის. გადუხდება ეს. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ ალბათ მათ შორის იმის გამო, რომ გარეთ დარჩენილ უფრო მეტ კითხვას სვამს და უფრო კრიტიკულია რაღაც მოვლენებთან მიმართებაში და ამას არ მიანდობს რომელიღაც ინსტიტუციას, რომ მის ნაცვლად მან განსაჯოს. ინსტიტუციას, რომელიც შემდეგ ამ მინდობილ ნებას ყოველთვის არ იყენებს სწორად. შერჩევა არ ხდება, აი დააკვირდით ქრისტე როგორ არჩევს. ვინც მას ღებულობს, იმას აძლევს ყველაფერს. შეიძლება მას არაფერი ჰქონდეს. იოანე როგორი იყო, ბადებს კემსავდნენო, ანუ აკერებდნენ. დაკერებული ბადე, ესე იგი, მაგარი ღარიბები იყვნენ. მაგისი გარეგნული სიღარიბე საერთოდ არ აინტერესებს მოერს გარეგნულად მდიდარი ხარ თუ ღარიბი. შინაგანად რამდენად მიმღები ხარ. ახამდეც მივალ მადლისა წილ მაგას ნიშნავს. მოდი ამას წავიკითხავ და ძალიან კარგი კითხვაა ეს რატომ ხდება ეს, აი ესეც. და სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე და ვიხილეთ მისი დიდება როგორც მხოლოდშობილი მამის მიერ. მისი სისავსისაგან ყველა მივიღეთ მადლისა წილ. აი ეს არის ცოტა რთული ადგილი. ეხლა მე ჩემ ბევრი რამე მაგ წაკითხული და განმარტავ იმას რაც მე გავიგებ, თუმცა შეიძლება კიდევ სხვას ნიშნავდეს. რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ. მე-16 მე-17 თავი. ეს მადლისა წილ. Ну, ბევრი ამბობს, რომ მადლი ეს რჯულის ნაცვლად მოგვეცა რწმენა. ძველი რჯულის, მაგრამ აქ მე მებადება კითხვა, რჯულში ვინც იყო, ყველას მიეცა? არა. არ მიცემია. ხო, ვინც რჯულს ექვემდებარებოდა, თითქმის ვერ გადარჩნენ. ეს მღვდელმთავრები, მგლები და ასე შემდეგ. ერთი მღვდელმთავარი დადიოდა მარტო ნიკოდიმოსი. ხო და მადლისა წილ ეს არის მისი უსაზღვრო მოწყალებისაგან მივიღეთ ჩვენ შეწყალება. მისი მიღების სანაცვლოდ. სინდისის წყალობით, აი ეს განმარტებად ვამბობ ახლა, სინდისის, ანუ აი გონებრივი ხედვის წყალობით მივიღეთ რწმენა. და იესოს რწმენით მივიღეთ ღმერთი. ხო უფრო გავართული, მაგრამ ახლა განმარტავ. არსებობს ესეთი ღვთისმეტყველება, რომ ორგვარია მოცემულობა. პირველი მოცემულობა, პირველი ნათელი არის მომწოდებელი ნათელი. ანუ ყველა ადამიანთან აი ბნელში ანათებს, ბნელმა არ მიიღო, ანუ ამა ბნელს ყველას უნათებს. ეს არის მომწოდებელი ნათელი, ეს არ არის რჩეული. ყველას უნათებს. და ვინც მიიღებს, იმას უკვე თავის თავს აძლევს. ამიტომ როგორ შეიძლება მადლისა წილ, აი ეს
ჩვენი რწმენა რომ აი ჩვენ გაგვეხსნა და დიახ უფალო ეს მისი მოცემული მადლია ისიც ანუ მისით ხედავთ მას მაგრამ ჩვენი აქ ის არის რომ ჩვენ ის მივიღეთ როგორც უნდა ბოლომდე ამიტომ იონი მის მიიღო და აქედან გამომდინარე მიეცა შემდეგ ის მადლის სისავსე მაგრამ ეს პირველი არის მოწოდების მადლი ამიტომ ყველა ვისაც ღმერთი მოუწოდებს და ეს არის სინდისით გონებით დაფიქრებით და ღებულობს ის ღებულობს შემდეგ სისავსეს მადლისას ეხლა თქვენ რატო ხდება ეს ასე რომ რაც უფრო შორს არის ის უფრო ეკლესიაში დღევანდელი გადასახედიდან და არ ვიცი ალბათ ხშირად ესე იყო არ ხდება ადამიანების შერჩევა არ რწმენის მიხედვით ქრისტეს მიხედვით ანუ არავინ არ არჩევს იმის მიხედვით ქრისტესიანი არის თუ არა ქრისტესია ეს ადამიანი უნდა ამას ქრისტე ემსახურება ეს ქრისტეს ყველა არჩევდნენ და ეხლაც ეს ხდება ჩემიანია თუ არა საქართველოს ეკლესიაში უარყოფილია განათლებული ადამიანებიც ქრისტეში განათლებული ადამიანი საშიშია ეკლესიისთვის საშიში გახდა განათლებული მხედველი ადამიანი აი დღეს თეოლოგები რო არიან იხვეწებიან რომ ჩვენც ჩავთეთო რაღაც მომაში არ ჩართავენ შანსი არ არის იმიტომ რომ არ უნდათ შუქის ანთება სიბნელეში უფრო მეტი შემოსავალია და რაც უფრო თავდაბალი ხარ მით უფრო იჩაგრები როცა მიაღწევენ დიდებას მაშინ იწყებენ თავდაბლობაზე ხადაგებას რო აი თავდაბალი გადარჩება და ღმერთი მადლს მისცემს თავდაბალს და ამპარტამან შემოსრავს ბიბლიის სიტყვები და მორჩილებაზე საუბარს მაგრამ ეს მორჩილება ვის უნდა დაემორჩილო ქრისტეს თუ ერარქს და ნაწილობრივ ხელისუფლებას ამიტომ ბიბლიაში სახარებაში მაცხოვარი ამბობს რომ წმინდა ადგილზე დაჯდებაო ეს ანტიქრისტეზე რო არის საუბარი ეს ანტიქრისტე არის სახელისუფლებო მართველი იქნება საეკლესიო მართველი არ იქნება მაგრამ წმინდა ადგილზე დაჯდება ნიშნავს წმინდა ადგილს მიისაკუთრებს ეკლესიას მიისაკუთრებს და ეს ბოლო ანტიქრისტე რა თქმა უნდა ის მთავარი მაგრამ იგივე საკეთებენ მისი წინამორბედებიც იმიტომ ანტიქრისტეის ერთი იქნება მაგრამ ბევრი ანტიქრისტეები მაგალითად ლენინის ანტიქრისტე იყო სტალინის ანტიქრისტე იყო და ჰიტლერიც ანტიქრისტე იყო ვინც ამ ქვეყნიურ მართლობისთვის იყენებს ყველაფერს ყველა სიწმინდეს ის ანტიქრისტეა და ძალიან ნიშნულოვანი არის აი დღეს ახალგაზრდებს აქვთ ლოზუნგი არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ეს არის ისინი ალბათ ღმერთმა დააგონა ვინ თქვა ეს პირველად მაგრამ ეს ნიშნავს მელქისედეკს ხო პავლე მოციქული ამბობს ქრისტეზე ამბობს შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მას მელქისედექსა ზედა ანუ შენ ხარ უკუნისამდე მღვდელი ნიშნავს თავარი მღვდელი რა მელქისედეკის წესით
და მელქისედეკი არის როცა აბრამმა ომი მოიგო ლოთი როცა გაიტაცეს და უკან დააბრუნა და ის ნადავლი რომ მოქონდა მელქისედეკი დახვდაო და მელქისედეკია განმარტებული მეფე სიმართლისა და მეფე შვიდობისა ეხლა ქრისტეს პავლე მოციქული ამბობს შენ ხარ უკუნისამდე მღვდელი სიმართლის და მშვიდობის ესე იგი რას ნიშნავს სიმართლით მოცემული მშვიდობისა სამართლიანობის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა იყოს სამართლიანი თუ არ არის ადამიანი შეუძლებელია ის ღმერთთან მან მშვიდობა დაამყაროს და შეუძლებელია მასში ღმერთი დამკვიდრდეს ჩვენს ღმერთსა და ჩვენს ერთობას ჭირდება სამართალი იმისთვის სამართლის გაგება იმისთვის რომ ჩვენ დამშვიდდეთ და მშვიდად ვიყოთ ამას ეუბნება უფალი მშვიდობა თქვენდა როდის როცა დაინახეს აღდგომილი ღმერთი ანუ სასუფევლის სამართალი გაიგეს და რა არის სასუფევლის სამართალი იესოს ღმერთობა იესოს კაცობა რომ მოკვდა ეს კაცობა რომ აღსდგა ღმერთია და აღსდგა და მოვიდა აღადგინა თავისი ბუნება და ამით ამ სამართლის დანახვით სიმართლის დანახვით დამშვიდა და მისცა მშვიდობა მოციქულებს და დამშვიდებულ პეტრეს უღარაფის არ ეშინია შიში ხრება როცა იცი თლიანობა სამართლიანობა ამას ნიშნავს მაცხოვრის ნათქვამი ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ცათასა და სამართალსა მისსა ესე იგი სასუფეველიცა და ჩვენ ხშირად გვაქვს ნათქვამი არის ქრისტე და ქრისტეს სამართალი ქრისტეს სამართალი არის ეს წიგნი რომელსაც ჩვენ ახლა განმარტავთ ამიტომ სამართლიანობა არის უმთავრესი რის მეშვეობითაც ჩვენში უფალი იესო ქრისტე იმკვიდრებს იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს ეს არის იგი ვისთვისაც თქვი ჩემს შემდეგ მოვიდა მომავალი ჩემზე წინამორბედია ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო ეს არის ახლა ქრისტეს წარმომავლობის დამოწმება იოანე იყო უპირატესი ანუ უფროსი სახარებაში წერია რომ 6 თვით უფროსი იყო ქრისტეზე და იქ უფროსობა ტყუპებს შორის პირველი ვინც იბადებოდა ისიც კი უფროსი იყო ტყუპებს შორის და 6 თვე მით უმეტეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ის ამბობს რომ ჩემს შემდეგ მოდისო მაგრამ ჩემზე წინ იყო ანუ ჩემზე წინ და ყველაზე წინ და ყველაფერზე წინ ეს არის თავდაპირველად იყო სიტყვა ღმერთი არავის არსად უხილავს მხოლოდ შობილმა ძემ რომელიც იყო მამის წიაღში მან განაცხადა აი ესეც ძალიან რთულია ეს არის სიტყვასიტყვით ბერძნულში ეს გვაქვს ჩვენ სიტყვასიტყვით გადმოღებული არასდროს არავის უნახავს ღმერთი მხოლოდ შობილმა ღმერთმა რომელიც არის მამის წიაღში მან გამოთქვა ხო აქ წერია რომ მხოლოდ შობილმა ძემ და აქ არ წერია დედანში ძე არ წერია მხოლოდ შობილმა ღმერთმა ამიტომ ეს მხოლოდ შობილება ძის კი საღვთისმეტყველო ტერმინია მაგრამ ჩვენ ეს ასე გავიგეთ ღმერთი არასდროს არავის არ უნახავს მამის შუაგულ სიღრმეში ანუ წიაღია გულზე მიყრდნობილ წიაღს ნიშნავს აი გულზე მიყრდნობილ ყოფმა ღმერთმა რომელიც მხოლოდ ერთადერთხელ იშვა ადამიანად მან განაცხადა
ანუ იესო ქრისტემ განაცხადა, რომელიც მხოლოდ ერთადერთხელ ისო. ეხლა ეს მხოლოდ შობილი ძე და ერთადერთხელ შობილი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. რადგან დააკვირდით თლიანი კაცობრიობის ისტორია. 64 შეექმნა და ბოლო ქრისტე რომ მოვა. აი ამ ყველაფრის ცენტრი არის ღმერთიშობა. ცენტრი. ქრისტეს შობა არის ცენტრი. არა 64 შექმნა. აი ცენტრი მაინც ეს არის. განკაცება იესო ქრისტეს. ხო. აი ჩვენ თქვით გახსოვთ მიცვალებულებზე რომ საუბრობდით, აი დავით მეფემ სოლომონი გამოიხსნა, მე მაგალითად მამაჩემს რომ მე მენდობა და მე გამოვიხსნი, თუ მე ღვთის წინაშე სწორად ვიდგები და ასე შემდეგ ამაზე რომ ვისაუბრეთ. აი ლუკას ახარება არის ძალიან საინტერესო მაგხრივ გენეალოგია ლუკასი. ლუკა იწყებს ქრისტეთი, იშვაო, ქრისტე ბეთლემში. იქ იოსებისაგან და მიდის ღმერთამდე. აბრაამთან კი არ ჩერდება. ადამი და ადამი ღვთისაგან. ესე ამთავრებს. ანუ ქრისტე არის შვილი ადამისი, ნოესი, აბრამისი, იაკობისი, დავითისი, მოსესი. და შვილმა გამოიხსნა. ანუ ის ღმერთი, რომელი ღმერთის ადამს ესაუბრა, ადამს ადახარ, ის ღმერთი განკაცხდა. ვინც უთხრა ადამს ადახარ და ადამმა ვერ მიიღო. ხო, ვერ მიიღო ის ღმერთი. მაგრამ მისი შვილი შვილთან ერთად თუ მისი შვილით რომ შვილის მეშვეობით რომ მოვიდა, ადამმა მიიღო. ჯოჯოხეთში. ის რაც 64-ში ვერ მიიღო, როცა მისი შვილი მოვიდა, ჯოჯოხეთში მიიღო. ამიტომ აქ აი მაგალითად ანგელოზები რომ მრავლდებოდეს, ისიც აღსგებოდა. შვილი რომ უჩნდებოდეს. ადამიც როგორც ეშმაკი ვერ გაცოცხლდება, ასევე ადამიც ვერ გაცოცხლებოდა, წარმოიდგინე 64-ში ვერ გაცოცხლდა. ღმერთი როგორ ზრუნავს ადამიანს ადახარ, რა ქენი, რა დაგემართა, მობრუნდი, ვერ გაცოცხლდა. და შემდეგ გამოდენილი ჯოჯოხეთში რო წავიდა, იქ როგორ გაცოცხლებოდა, თუ არა იესო, თუ არა მისი შვილი. ვერაფრით ვერ აღსგებოდა. ისიც მკვდარი იყო, მაგრამ ზუსტად ეს არის, რომ გამრავლების ის მისცა, ამ გამრავლებაში იყო ხსნა. იმ მოლოდში, ამიტომ იყო აბრაამი, ისააკი, მოსე ეუბნება ჩემის თანაწინასწარმეტყველს მოგივლენთო და მაგისი ისმინეთო. ქრისტესე. აი ეს ყველა ამას ელოდებოდა. ძალიან საინტერესო ადგილი არის. ძველ აღთქმაში, როდესაც აბრაამი შუამდინარეთში აგზავნის თავის უხუცეს მსახურს, ერთგულ მსახურს, იმისთვის რომ ისააკს ცოლი მოუყვანოს, თავისი ძმების ძმისშვილები, ანუ თავის ხალხთან უშვებდა, რომ იქიდან მოყავდა არ უნდა ქანანელების შერთვა. აბრამაო საზარდულზე ამოადებინაო ხელიო და ისე დააფიცაო, რომ იქიდან მოუყვანდაო საცოლეს. ძალიან ესეთი უცნაური მოვლენაა, ხო? ხო და ბიბლიაშია, ხო ეს ისა და იმიტომ რომ აი კაცის თესლში იყო ხსნა. კაცისგან არის ახლა მთლიანად, ხო? მარიამი, რა თქმა უნდა, კაცის გარეშე, მაგრამ მარიამი ხო კაცის შვილია. იოაკიმ და ანას შვილია. და სხვათა შორის ეს ოჯახიც. თქვი ადრე, მაგრამ კიდე გავიმეორებ, შვილი არის, ანუ ყველა ჩვენთაგანი ვართ, მე შვიდე.
მე რო დავბადებული ვიყავი 6 კაცი იყო საჭირო და მესვიდე დღეს განისვენავ ანუ ჩემი ბებია ბაბუა დედის მხრიდან მამის მხრიდან 4-ია დედა მამა მშობლები და მეშვიდე ვარ ჩვენ მეშვიდე ვარ ჩვენ ხო და ესე იყვნენ ჩვენი მშობლების და ასე შემდეგ ხო და კაინი და აბელის გარდა მათ არ ყავდათ ბებია ბაბუა ხო და მოკლედ ესეც ოჯახი არის აი 7 ამიტომ ჩამოლოცვაში ეს ამბობენ მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასითა და ღვთისმშობელად მოიხსენიებენ იოაკიმ და ანასაც და რატომო იმიტომ რომ ბებია ბაბუა ითვლება მშობლად მშობელია ისიც ეს არის ოჯახი ამიტომ ეს ოჯახი ერთმანეთის საცხონებლად არის ყველაზე უკეთესი იმიტომ რომ აი სისხლით მეგობარი უფრო საოცრებაა როცა სისხლითაც კავშირში ხარ და მეგობარი და სხვათა შორის იოანე როგორც ამბობენ იოანე ღვთისმეტყველი ყველაზე უმცროსი მოციქული რომელზეც თვითონ ამბობს რომელიც უყვარდაო იესოსო ამბობენ რომ იყო იოსების ქალიშვილის შვილი ანუ იოსები ხო იყო მამობილი თუ როგორ დავარქვათ ვინც მარიამის მომვლელი და გამზრდელი იესოსი მას ყავდა ცოლი და შვილებიც ყავდა ბიჭები აღწერილია მაგრამ იოანეს მამას ყავდა მისი ქალიშვილი ცოლად ანუ გამოდის დიშვილი ფაქტიურად ოღონდ პირდაპირ და არა რა თქმა უნდა პირდაპირ არც დაყავს არც ბაყავს არც არაფერი მაგრამ იმ ოჯახის ისინი ძმები თუ იყვნენ ისიც დაიყო ხო ის ხო ძმებად იწოდებიან იუდა და იაკობი და სიმონი იესოს ძმებად იწოდებიან რომელიც იაკობის შვილები იყვნენ და იაკობის გოგოებიც ხო დებად იწოდებიან და ფაქტურად იყო დიშვილი ანუ მაინც სადღაც სისხლი არ არის მაგრამ შეიძლება ითქვას ის იყო ეს იოანე ღვთისმეტყველი ხო მოციქული ანუ იოანე სახარება ვისიც არის იმაზე ვსაუბრობ კი იმაზე ვსაუბრობ და რომელიც რა თქმა უნდა ყველა უყვარდა ქრისტეს მაგრამ თვითონ ყველაზე მეტად გრძნობდა ასაგების ერთი ოჯახი ყოფილა კი და ძალიან უყვარდა იესო ის არის რომ პეტრე უნება თვალით აჩვენაო და მკერდზე რომ მიეყრდნობა და ვინ არის ის ვინ შენ გაგცემს მე მგონი აკავშირდეთ და მომემზადოთ შემდეგი ხო შემდეგი იქნება ძალიან საინტერესო ის რომ იოანეს შესახებ კითხვაც იყო რატომ არ დაიმოწაფა და შემდეგი ლექცია გვექნება მთლიანად ну თითქმის იოანეს ახლა ვერ სამოუწურავთ მაგას იმდროინდელი დავიწყო ვერ ამოუწურავ მოსელი ბატონო ძალიან დიდი მადლობა შევახსენებ ჩვენს მაყურებელს რომ ჩვენ შევუდექით სახარების თხრობას და მის განმარტებებს და მივყვებით ამას იოანეს სახარების მიხედვით ფაქტობრივად ეს არის ღვთისმეტყველური აღწერა მისი შინაარსისა ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო აბსოლუტურ უმრავლესობას დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლების ახალი აღთმა წაკითხული აქვს გაცნობი არაერთხელ დაბრუნებულა ასე ვთქვათ ტაძარშიც უსმენს და კითხულობს მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის განმარტებებს იმისთვის რომ სწორად და ზუსტად გავიგოთ თუ რა გვწამს ამაზე ამით დავიწყეთ ჩვენ საუბარი რომ ცოდნა არის ამ შემთხვევაში განსაზღვრელი გამოხსნისთვის უსხონებისთვის ქრისტეს. მადლობა უთხრათ მამა დოროთეს როგორც ყოველთვის ესეთ საინტერესო განმარტებებისთვის საუბრისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ რომ დროების YouTube არხზე უყურებდით გადაცემათა ციკლის მორიგ ლექციას მამა დოროთეს ამბიონი. აქ
დროებით დაგემშვიდობებით და ბოლოს მაინც შეგახსენებთ, რომ იმისთვის, რომ ეს ცოდნა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვათათვის, დანარჩენებისთვისაც და თქვენთვისაც უფრო ადვილად. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი თუ კი ვინმე ჯერ არ გამოგიწერიათ, მოიწონა ჩვენი გადაცემები, მოგწერეთ თქვენი მოსაზრებები, ცალკეულ განმარტებებთან დაკავშირებით შეიძლება გიჩნდებოდეთ შეკითხვები, რაღაც დაზუსტება საჭიროებდეს, ან არის ისეთ შემხებლობაში მყოფი საკითხები, რომელიც ახლავე საჭიროა, რომ ჩვენი საუბრების დროს განვმარტოთ, ჩვენ სიამოვნებით გავაცნობით მათ და გამოგეპასუხებით მამა დოროთეს მეშვეობით. დროებით გამშვიდობებით, მადლობა, შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში.